ახლა იგივე რახან დათო ვახშენე ვიტყვი რომ აი მოლთან დაახლოებით ის შიპებიანი ხელთათმანი ჩაარტყა ერთმან და ეს მოგლეჯილი ქონდა საოპერაციო გახდა და უბრალოდ სისხლისგან ვარ დაიცალა შეკუმშვა მოხდა იქ აი სიცივეში და რაღაცაში და იმან გადაარჩინა თორე მთელი საღამო მერე იქიდან წაყვანილი გაატარა იქ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ხა ჩემი ახლობლები რო იყვნენ იქ ჩემი უახლოესი ოჯახი და უახლოესი სანაცის რომელიც მოსული იყო ერთს მაგალითად ის რა ქვია ვერაიტანა მისმა გულმა ეს გაზის აი ეს ოდენობა რაც გამოუშვეს და რაც შეიძლება ტყვიაც მოხდა ეს მე არ ვიცი ახლა მე სცენაზე ვიყავი მაგრამ ფაქტია რომ ამოდენმე დღეში გარდაიცვალა გულმა ვერ გაუძლო და ჩემი ძმისშვილი ლევან გაფრინდაშვილი ისეც ემეს რომ ძალიან დაშავებული იყო და მე ახლა სათვალე მაქვს აქ წამოღებული მე პირდაპირ არ მინდოდა ამ თემაზე გადასული ჯერ მინდოდა იმ სასაკლაოზე რომ ლაპარაკობ იმას შემოვინახავ უფრო იქითკენ სათქმელად იმიტომ იმას რაც გადახდა ეს უბრალოდ მე არ ვიცი მაგისი ზეპირად თქმა შეუძლებელია შეიძლება იმან ილაპარაკოს მაგრამ მე მაგას ზეპირად ვერ ვიტყვი უნდა წავიკითხო მე უბრალოდ თავიდანვე ორი ასე ვთქვათ მკვდარი ადამიანი შემოდის ბუტკის თავზე აი გვარები აქვს ჩაწერილი ნიკვა პიტრაძე სულიკო ასათიანის